ვაი. ჩემი პირველი ლაშქრობა შვილთან ერთად. ლიზა. მოგწოს მამა? დღევანდელ ვიდეოში ნახავ, როგორც ამოვედით ბაკურიაში და 8 თვის ბავშვთან ერთად გავიარეთ სალაშქრო ბილიკი. ავედით საბაგიროთი კაფეში. ვიპოვეთ ჩემი 2 წლის წინ დაკარგული პირადობის მოწმობა. გავატარეთ დრო აუზზე და როგორ მოვამზადეთ ტყეში საჭმელი. მოკლედ ვისაც ბავშვი ყავთ ოჯახში, დამერწმუნებით, რომ ძალიან ბევრი ბარგით გიწევთ ხოლმე სიარული და გვაქვს ეტლი, ჩემოდანი, ჩანთები. ბავშვის კამაგი და აქაც ჩანთები. კიდე ერთ ჩემოდანს ამატებს ხა მარიამი. ძალიან ბევრი რამისატანა შეუძლია მანქანას. ლიზა. თბილისიდან გამოსულები პირველად გორში გავჩერდით ყავის დასალევად. მოვედით გორში როგორც იქნა დღეს ყავაც არ დაგულევია. ახლა შევღათ სმარტში და ავიღებთ. როგორც ჩანს, გადაღება არ შეიძლება სმარტში. ამიტომ გავათიშინეს კამერა. წაღანა ქონდა გამომეყვანა იქ საცურაოებზე. ჩამოვედით და სხვა იყო არა და გამოსვლამდე იმანზე რო გავიხედე არაფერი არ იყო. მცირე დასვენების შემდეგ კრისტალის საბაგიროთი ავედით კაფეში, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე. ეხლა მოვედით საბაგიროთი კაფეს ქაიდანში. ყოველ წელს 3 წელიწადში ორჯერაც საბაგურიაში ვართ, სულ გამოდივართ ხოლმე. და საკმაოდ გემრიელი საჭმელებიც აქვს, მაგრამ სამწუხარო ინფორმაცია გავიგეთ ხარა საჭმელები არ იქნებაო და მოგვიწევს დესერტით დაგმაყოფილება და ცივი გამაგრილებელი სასმელებით ალბათ. დღეს შეგვემთხვა ძალიან საინტერესო ამბავი. ბაკურიაში რო ჩამოვედით, ბოლოს კრისტალში ვიყავით 2 წლის წინ დაახლოებით. შეიძლება ცოტა მეტი. მაშინ დავკარგე პირადობა, მოგვიწევს ისტორიაზე ვიცოდი რომ შეიძლება კრისტალში დამჩნდა ეს პირადობა. და მთელი 2 წლის განმავლობაში არ ქონდა სრულიად შემთხვევით, ესე ისე უბრალოდ გითხეთ, აქ ხომ არ იყო დაჩენილი ეს პირადობა და აღმოჩნდა რომ იყო დაჩენილი საკმაოდ რომაჯიბეში. აი ეს შემთხვევით დავიბრუნე ჩემი პირადობა. შია. ვიწყებთ მოკლე სალაშქრო ბილიქს ექსტრემალურ გზაზე. წავედით. მარიამი დასასვენებლად წამოვიყვანე და სალაშქრო ბილიქზე აღმოჩნდა უცე. ლიზა ასლოკინებს. ხო, თან ტალახია. იმიტომ რომ დილიდან გადაუღებლად წვიმდა. რაც ცოტა ართულებს. ხებამდე მივასაჭა. არა, ბოლომდე ავალთ აუცილებლად. კონტენტი სხვერპს მოითხოვს. ხო გინა გამომწერები მოკლე ნაბიჯებით, სწორი სუნთქვით. შევძლებთ ამ ბილიკის დალაშქრას. მარიამი არ არის ამაზრზე. მაგრამ ანუ რა გამიკეთა. აი ესეთ ხედებს სად ნახავ? მითხარი. ლამაზი არის იმედა და მაგაში. ჩემი პირველი ლაშქრობა შვილთან ერთად. ლიზა
მოგწონს მამა? იდი მარია, მე მჯერა რომ შეგიძლია. ანუ შეიძლება მე მაგაში ერთი კი არ მეყარება. აბა რატო წუწუნებ? მე იცოდი ადამიანს წინას. არ გეგონა რომ ასეთ ქვიანი და ტალახიანი იქნებოდა. საერთოდ არ დავღლირავთ ხო მამა? ძალიან ცოტათი დაიყარა და ეძინება. ყვავილი რომელსაც ვერ წდება გიორგი. აი სულ ცოტაღა დაგვრჩა, იქამდე უნდა ავიდეთ. გონი მარიამი ენერგიაზე მოდის და აქედან შეიძლება პირდაპირ ბორჯომხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე გადავინაცვლოთ მომდევნო სალაშქრო ბილიკზე. აი კამერაში კიდე არ ჩანს რამდენად ლამაზი გარემოა. 2125 მეტრი ზღვის დონიდან. დამბურთკლა, ძალიან მომხედეთ? ნახე, ესე კიდე მიდის სადღაც. მომხედეთ. ვაყოფილი ვარ. ხა მარიამი ძალიან გაბრაზებულია და ყვავილი უნდა მოუწყვიტო. ცოტაში მოვირიქო. დაიღალე? დაიღალე? არა. ორი წამი გაჩერდი. ეს ყვავილია რომელსაც ვერ მიწდი? ელა უკვე. აი დავბრუნდით უკვე ბილიკის ბოლოში ჩვენ საბაგიროსთან. და ეხლა ნელ-ნელა დავაშვებით სასტუმროში. მარიამ, საბოლოო დასკვნას რას გააკეთებდი? კმაყოფილი ხარ, მოგეწონა? საღამოს დაღლილებმა აუზზე განტვირთვა გადავწყვიტეთ. დღეს ლიზასთვის განსაკუთრებული დღე იყო. ის პირველად იჯდა საბაგიროზე, პირველად წავიდა ლაშქრობაში და პირველად გაცურა აუზში. მეორე დღეს ადრე ავდექით და აივანზე ყავა დავლიეთ. შემდეგ კი პარკში გავისეირეთ, სადაც ლიზა ძალიან გაერთო. დღეს საკმაოდ ბზიანი დღეა. ძალიან კარგი ამინდია, მაგრამ რეალურად გადასაღებად გუშინდელი და შეობდა, იმიტომ რომ ძალიან ლამაზიცა იყო ყველა კადრში. სადაც თვითონ წავა იქ დავსვათ. ეს ყველაზე ახლო რაც ნახა იქ წავით. წამოდგა. იზა. ფიქსიადე გოგო. ეს მგონი ძალიან დიდია შენთვის მამიკო. ლალე. და დადგა ტყეში კემპინგის დროც. ჩვენ გადავწყვიტეთ მიტარვის მხარეს გავსულიყავით. ტყეში გავშალეთ ჩვენი მაგიდა და სკამები, პატარა სალაშქრო გასქურა, სალაშქრო ჭურჭელი და შეუდექით საქმეს. ვაი. ვაი. მარილე მინდა.
ჩვენი კვერცხიც გამზადდა. დავასვენოთ ცოტა ხანი ახლა. თავა ხდილზე. დაკვენილად ნავდი ავგზნობ ჯერჯერობით თავს, მაგრამ ზეთმა კი დამკმინა მაგრად. დამწვა. ეხლა უნდა მოვთიშოთ მწვანე ბულგარული და შემდეგ დავამატოთ მდნარი ყველი. და საბოლოო ჯამში, როდესაც შევკრავთ ყველაფერს ერთად გაჩვენებთ როგორი გამოვა. გავამზადებ მანამდე ყველს უკვე მოითუშა, ცოტა შეიბრაცა კიდეც და ეხლა ნელა შეგვიძლია მდნარი ყველი ჩავაგდოთ პირდაპირ ათებულ ტაფაში. დაველოდოთ, რომ მდნარი ყველის ფირფიტები ბოლომდე გადნეს, თან ვურიოთ ამასობაში. ეხლა გადავანაწილოთ თეფშებზე. გაგიმარჯოთ და ჩვენ გაგვიმარჯოს. საბოლოოდ ბაკურიანში 3 დღე გავატარეთ და ახლა უკვე თბილისში დაბრუნების დროა. რა გვასწავლა ამ 3 დღემ? ოჯახთან ერთად გატარებული დრო ყველაზე ძვირფასი და ფასეულია. 8 თვის სასაკში ლიზამ უკვე ძალიან ბევრი გამოცდილება მიიღო. ჩვენ კი სულ ახლა ვიწყებთ. გვინდა რომ ჩვენს პატარასთან ერთად ძალიან ბევრი სიახლე აღმოვაჩინოთ. ამ გზაზე თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. გამოგვიწერეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ჩვენი ვიდეოების შესახებ.